გავაკეთოთ პირველი საწერი ამოცანა, რომელიც არის 3 ქულა და რომელიც არის პარამეტრული. წავიკითხოთ მისი პირობა. A პარამეტრის რა მნიშვნელობისთვის არის A-1 2-A და -1 3 წერტილები თანაბარი მანძილით დაშორებული კოორდინატთა სათავიდან. ამ ამოცანის გასაკეთებლად, საჭიროა, რომ ამოვწეროთ პირველ რიგში ის კოორდინატები, ხო? A-1 და 2-A. მაქვს ერთ მხარეს და -1 და 3 მაქვს. მინდა რომ ესენი თანაბრად იყვნენ დაშორებულები კოორდინატთა სათავიდან. ესე იგი, მე ამათი მანძილები უნდა გავუტოლო ერთმანეთს, ხო? მოდი დავწეროთ. ესე იგი, რა გამომივა? ფესვი A-1-ის კვადრატიდან დამატებული 2-A კვადრატში, აქედან ფესვი, ეს უნდა უდრიდეს ფესვი -1-ის კვადრატს დამატებული 3-ის კვადრატი. რატო არ დაუწერე, რატო არ გამოვაკელი არაფერი? იმიტომ რომ კოორდინატთა სათავის კოორდინატებია 0, 0 და 0-ს მიუმატებ თუ გამოვაკლებ, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ცვლილება არ იქნება. მოვაშოროთ ფესვები, ავაკვადრატოთ ორივე მხარე. ანუ პირდაპირ დავწეროთ, შეგვიძლია პირდაპირ უკვე გავშალოთ ეს ყოველივე. A კვადრატს გამოკლებული 2A დამატებული 1, დამატებული 4 -4-ა დამატებული A კვადრატი. ეს უდრის 1-ს დამატებული 9. მოკლედ, გადავალოგოთ რიცხვები აქეთ-იქით და მივიღებთ ასეთ განტოლებას, რომ 2A კვადრატს გამოკლებული 6A -5 უდრის 0-ს. ახლა უნდა ამოვხსნათ ეს კვადრატული განტოლება. ამოვხსნათ, გავიგოთ მისი დისკრიმინანტი. D უდრის 36-ს დამატებული 4x2 იმიტომ რომ კი გამოკლებით არის, მაგრამ მინუსი გამიპლიუსა და ეს უდრის 76-ს, რომელიც არის 2 ფესვი 19-ის კვადრატი. და ჩვენი A რას უდრის, ხო? -B-ს +- ფესვი D-დან შეფარდებული 2A-სთან. 2A არის 4, -B არის 6, ანუ 4-ს +- 2 ფესვი 19-თან და ეს არის 4. და რო შევკვეცო ყველაფერი 2-ზე ვიღებ რას? 3-ს +- ფესვი 19 შეფარდებული 2-თან. 100 ამ მნიშვნელობისთვის იქნება ეს ყოველივე შესაძლებელი. გავაკეთოთ მეორე სამქულიანი ამოცანა, რომელიც არის ახლა გეომეტრიული და ყურადღებით წავიკითხოთ მისი პირობა. წრიულ სექტორში, რომლის ცენტრალური კუთხე 2α რადიანია, ჩახაზულია წრე, რომელიც ეხება სექტორის რადიუსებს და რკალს. ანუ სურათზე მოცემულია ეს ნახაზი. იპოვეთ სურათზე გამოსახული გამუქებული ფიგურის ფართობი, თუ სექტორის რადიუსი ერის ტოლია. გავაკეთეთ ნახაზი, დავაწეროთ წეროების სახელები A, C და B და ვიცით რომ კუთხე BAC უდრის 2α-ს რადიანში, ხო? რადიანში რას ნიშნავს? რადიანში ნიშნავს 180 შეფარდებული π-ზე რო გავამრავლო იმას. ანუ რას უდრის? 2α გამრავლებული 180 შეფარდებული π-თან. ანუ უდრის 360 α შეფარდებული π-თან. ეს არის ჩემი კუთხე BAC. ახლა ნახეთ როგორ უნდა გავიგოთ მოკლედ ამ ფიგურის ფართობი. გავავლოთ ვითომ ეს ბისექტრისაა ამ კუთხის და ვითომ აქ ცენტრია. და აქ გავავლოთ მართობი ხებთან. დავარქვათ ცენტრს O, ამას დავარქვათ M. ეს ხო არის წრეწირის რადიუსი R. მაგრამ ნახეთ რო დავაკვირდეთ. ამას დავარქვავ K-ს. AK ხო არის დიდი R. ანუ მთლიანი სექტორის რადიუსი რა, ასე რომ ვთქვათ. AO რას უდრის აქედან? AO უდრის დიდ რადიუსს რო გამოვაკლო პატარა რადიუსი, იმიტომ რომ OK და OM არის ერთმანეთის ტოლი, ხო? და ანუ რა გამოვიდა? აი ეს კუთხე. ანუ კუთხე MAO რას უდრის? უდრის 2α-ს ნახევარს, ხო? ანუ α-ს უდრის ძალიან ჩვეულებრივად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როგორც წეგან აღნიშნა, ეს არის ბისექტრისა. α აქ არის. ეხა ვიპოვოთ სინუს α. რა არის სინუს α, ხო? სინუს α რა არის? მოპირდაპირე მიმდებარეს. მოპირდაპირე ვიცი რომ არის S, ანუ პატარა R, შეფარდებული AO-სთან, ხო? R-ს -1-თან.
ეს ყველაფერი ვიცი. ახლა რა უნდა გავაკეთო? ესენი, მოდი გადავამრავლოთ ჯვარდინად. ანუ რას ვიღებ ახლა? r სინუს ალფას მინუს პატარა არის სინუს ალფა უდრის r-ს, ხო? და რო გადავიტანო, რო გადავანაცვლო აქეთ-იქით ეს ყველაფერი და გავიტანო ფრჩხილებს გარეთ r-ი, ვიღებ რას? 1 პლუს სინუს ალფა უდრის r სინუს ალფას. და რას ვიღებ, რომ r-ი უდრის r სინუს ალფას შეფარდებული 1 პლუს სინუს ალფა. ეს ყველაფერი რატო გავაკეთე? არის ჩვენი შემოტანილი ცნება, პირობის მიხედვით, რადგან პარამეტრული გეომეტრიული ამოცანა ზუსტი მნიშვნელობა მისი არ ვიცით, ამიტომ მინდოდა დამეყვანა ეს ყოველივე იმ მნიშვნელობამდე, რომლებიც მართლა ვიცით. ანუ გამომესახა იმ პარამეტრით, რომელიც მოცემული მაქვს პირობაში და ამ შემთხვევაში r-ით და ალფათი. რადგან ვიცით ალფა აუცილებლად გვეცოდინება სინუს ალფას. და მოკლედ რა დარჩა? ეხლა უბრალოდ მთლიანი სექტორის ფართობს უნდა გამოვაკლოთ წრის ფართობი, ხო? ანუ S-ი გამუქებული, რომელიც შემნახაზე გამუქებული არ არის, მაგრამ იმედია გახსოვთ სად იყო გამუქებული. რას უდრის? πr კვადრატი 360-თან გამრავლებული 360 მინუს ალფაზე შეფარდებული π-თან. და ამას გამოყრებული πr კვადრატი, ხო? πr კვადრატი არის წრის ფართობი, ეს კი არის სექტორის ფართობი. შევკაცოთ π-ები. რა მივიღეთ ესე იგი? აქ გამრავლება უნდა მქონოდა, მაპატიეთ. ესენი შემეკვეცა და რა მივიღეთ? r კვადრატ ალფას მინუს πr კვადრატი, ხო? და ახლა შემილია ეს r-ი, ტყუილად კი არ გამოვიყვანე. აქ შემიძლია ჩავანაცვლო აქ. ამიტომ გამოკლებული π-ჯერ r სინუს ალფა შეფარდებული 1 პლუს სინუს ალფასთან. და ჩემი პასუხი არის ეს. ეს არის თვითონ ამ 39 ნომრის პასუხი. ახლა კი გავაკეთოთ პირველი 4-ხულიანი ამოცანა, ანუ მე-40 ნომერი. ძალიან ყურადღებით უნდა წავიკითხოთ მისი პირობა, იმიტომ რომ საკმაოდ ჩახლართული ამოცანაა. ავტომობილის მძღოლს გარკვეული მუდმივი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში აქ-აქედან ბ-აქამდე გზა უნდა გაევლო წინასწარ დაგეგმილ დროში. აღმოჩნდა, რომ თუ ავტომობილი ყოველ კილომეტრს გაევლიდა დაგეგმილზე 12 წამით ნაკლებ დროში, მაშინ გზის გავლას დასჭირდებოდა წინასწარ დაგეგმილზე 1 საათით ნაკლები დრო. ხოლო თუ ავტომობილის სიჩქარე იქნებოდა დაგეგმილზე 2 კმ/სთ ნაკლები, მაშინ გზის გავლას დაჭირდებოდა წინასწარ დაგეგმილზე 15 წუთით მეტი დრო. რას უდრის ავტომობილის თავდაპირველად დაგეგმილი სიჩქარე? თუ პირობის ერთხელ წაკითხვით ვერ გაიგეთ და ვერ გაიაზრეთ ეს პირობა და ვერ ჩაწვდით ბოლომდე, გირჩევთ რომ აუცილებლად გადაიკითხოთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ კომპლექსური ამოცანაა. მაგრამ მე ჩავთვლი რომ თქვენ გაიგეთ და ისე დავიწყებ ამის ამოხსნას. ვთქვათ სულ გაიარა რაღაც ეს კილომეტრი, ხო? და მოდით ჯერ 12 წამი გადავიყვანოთ საათებში. 12 წამი რამდენი საათი გამოვა? 12 შეფარდებული 3600-თან, ხო? და ეს გამოვა 1 შეფარდებული 300-თან. 12 წამი არის ეს საათი. რატო გავაკეთე ეს? რატო გადავიყვანე საერთოდ? იმიტომ რომ ავტომობილი მოძრაობდა დაგეგმილზე 12 წამით ნაკლებ დროში, ანუ ყოველ კილომეტრს გადიოდა დაგეგმილზე 12 წამით ნაკლებ დროში. ესე იგი, თუ ყოველ კმ-ს გადიოდა აი ამ საათით ნაკლებში, მაშინ ეს გაივლიდა რამდენად სწრაფად? აქეთ დავწერ. რამდენად სწრაფად გაივლიდა? ეს ჯერ 1 შეფარდებული 300-თან, ხო? და რა ვიცით ახლა, რომ ანუ ეს ყოველივე რო გააკეთა 1 საათით, აი პირობაში როგორც წერია, მაშინ გზის გავლას დასჭირდებოდა წინასწარ დაგეგმილზე 1 საათით ნაკლები. ესე იგი, მე შემიძლია რომ ეს ნამრავლი გავუტოლო 1 საათს. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს უდრის 300 კილომეტრს. ეს ყველაფერი მშვენიერია, გავიგეთ, მანძილი რამდენია.
ეს ყველაფერი რო გავიაზრეთ, ახლა გავაკეთოთ ის, რასაც ნამდვილად გვეკითხებიან. ვიპოვოთ სიჩქარე V. ვთქვათ, რომ სიჩქარე არის V. ახლა რას ვაკეთებთ? 300 შეფარდებული V-2-თან minus 300 შეფარდებული V-თან უდრის 1/4-ს და ეხლა რატო? იმიტომ დავწერე, რომ პირობას თუ უკან დაუბრუნდებით, თუ ავტომობილის სიჩქარე იქნებოდა დაგეგმილზე 2 კმ/სთ ნაკლები, მაშინ გზის გავლას დაჭირდებოდა წინასწარ დაგეგმილზე 15 წუთით მეტი დრო. რას უდრის ავტომობილის თავდაპირველი დაგეგმილი სიჩქარეო? 15 წუთი. გამოვხატე ამითი, ანუ საათებში ჩავწერე უბრალოდ 15:60-ია. ეს არის დრო, როდესაც შეამცირა მან სიჩქარე, ანუ 300 სრული მანძილი შეფარდებული V-თან, ახალ V-თან, იმიტომ რომ 2 კმ/სთ-ით შეამცირა სიჩქარე და ეს არის თავდაპირველი სიჩქარე. და ამას გამოკლებული ეს უდრის 15 წუთს. შეგვიძლია ამოვხსნათ ეს განტოლება, ნუ პირველ რიგში ეს 1/4 უნდა გადმოვიტანოთ აქით და შემდეგ ეს ყველაფერი გაუტოლდება 0-ს და უკვე შეგვიძლია გაერთმეშვენიანება. 4V V-2 იქნება ჩვენი მნიშვნელი. მრიცხველში რა იქნება? იქნება ამას გამოკლებული 1200 V-2 და გამოკლებული V-ჯერ V-2. ეს უდრის 0-ს. ამას რო ამოვხსნით, გვექნება 1200 V-ს minus რო ამოვხსნით, რა ფჩხილებს რო გავხსნით? V plus 2400 minus V კვადრატი plus 2V რო უდრის 0-ს. და აი უკვე აქ ესენი გამიბათილდება და რა დამრჩა? V კვადრატს minus 2V minus 2400 უდრის 0-ს. და ამ კვადრატულ განტოლებას რომ ამოვხსნით, ახლა მაგაზე დროს არ დავკარგავთ. მივიღებთ, რომ V1 არის 50 და V2 არის -48. ეს ჩვენ არ გვაწყობს, ამიტომ ჩვენი პასუხი არის 50. ანუ პასუხი 50 კმ/სთ. და ბოლოს ჩვენ გავაკეთებთ 51 ნომერს, ანუ მეორე 4-ხულიან ამოცანას, რომელიც არის გეომეტრიული. წავიკითხოთ მისი პირობა. ABC ტრაპეციის AD და BC ფუძეებზე აღებულია შესაბამისად F და E წერტილები ისე, რომ F-ე მონაკვეთი პარალელურია AB ფერდის. ამასთან ABF-ი, BEF-ი, FEC და FCD სამკუთხედების ფართობების კვადრატების ჯამი იღებს უმცირეს შესაძლო მნიშვნელობას. იპოვეთ ეს უმცირესი მნიშვნელობა და AF მონაკვეთის სიგრძე. თუ AD უდრის 16-ს, BC უდრის 12-ს და ABC ტრაპეციის სიმაღლე უდრის 10-ს. მოკლედ, ჩვენი მიზანია, რომ ფართობი მივიღოთ უმცირესი შესაძლო მნიშვნელობა, რაც კი შეიძლება რომ იყოს და ამასთანავე ვიპოვოთ AF მონაკვეთის სიგრძე. მაგრამ ჯერ აუცილებელია, რომ ზუსტი და კარგი ნახაზი დავხაზოთ, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ. მოკლედ, ნახაზი დავხაზე და ახლა დავაწერ შესაბამის ასოებს, შესაბამის წვეროებს. ეს არის D. ეხლა რა ხდება? აქ არის F-ი. და E წერტილი ისე არის დასმული ეს E და F-ი, რომ იყოს პარალელური AB და EF-ი. ანუ დავწეროთ, რომ FE პარალელურია ABC. ესე იგი რა გამოდის, ხო? რადგან AF-იც და BE-ც პარალელურია, გამოდის, რომ BE უდრის AF-ს. და AB, რა თქმა უნდა, ტოლია თავისთავად EF-ისა. და მოდით დავაწეროთ ამას სიმაღლე როა H-ი, აღვნიშნოთ, დავწეროთ, რომ H-ი უდრის 10-ს, დავწეროთ, რომ AD, ანუ ქვედა ფუძე უდრის 16-ს და დავწეროთ, რომ BC უდრის 12-ს. და დავიწყოთ ამოცანის ამოხსნა, ხო? მოდით დავარქვათ AF-ს, იგივე BS, X-ი, ანუ AF-ი უდრის BS უდრის X. აქედან C რა გამოვა, ხო? C გამოვა BC-ს, ანუ 12-ს, გამოკლებული X-ი. FD გამოვა რა? FD გამოვა 16-ს, გამოკლებული X-ი, ხო? და ახლა დავითვალოთ თვითონ ამ სამკუთხედების ფართობები, რომელიც შესაძლებელია, რადგან ვიცით სიმაღლე.
დავითვალოთ ეს სამკუთხედი ABF-ის, რომელიც თავისთავად უდრის S-ი სამკუთხედი BFS-ი და უდრის რას? X-ჯერ 10-ის ნახევარს, რაც უდრის 5X. ახლა დავითვალოთ სამკუთხედი EFC-ის ფართობი, რაც უდრის რას? 12 მინუს X-ი შეფარდებული 2-თან გამრავლებული 10-ზე, რაც უდრის 5-ჯერ 12 მინუს X. და მოდით ასევე დავითვალოთ სამკუთხედი CFD-ის ფართობი, რომელიც უდრის 16 მინუს X-ი შეფარდებული 2-თან გამრავლებული 10-ზე. ანუ ეს რას უდრის? ეს უდრის 5 გამრავლებული 16 მინუს X-ზე. ახლა მოდით გავაკეთოთ, დავწეროთ ისეთი fx ფუნქცია, რომლებიც ამის ფართობები მომცემ საშუალებას, რომ ფართობების უმცირესი მნიშვნელობა, ფართობების ჯამის უმცირესი მნიშვნელობა მივიღო. ანუ რადგან ფართობებია, რადგან ეს ორჯერ მაქვს აღებული კვადრატში, დამატებული 5 12 მინუს X-ი, ესეც თავისთავად კვადრატში და დამატებული 5 16 მინუს X-ი, ესეც თავისთავად კვადრატში. რადგან მაინტერესებს მინიმალური როგორ იქნება, მე უნდა შევამცირო მაქსიმალურად ეს ფუნქცია. და ფუნქციას როგორ ვამცირებთ? ეს გამოჩნდება რომ კვადრატული ფუნქციაა, მე ვიპოვე მის x0-ს, რადგან x0-ში დადებითი კვადრატული ფუნქცია იღებს უმცირეს მნიშვნელობას. ამიტომ დავწეროთ ეს, მოდით ახლა ეს განტოლება გავამარტივოთ, განტოლება რა ეს ფუნქცია გავამარტივოთ, ანუ fx-ი რას უდრის, როცა გახსნით ფრჩხილებს და კატალოგებთ, ყველას აქვს 5 კვადრატში, ამიტომ შემიძლია 25-ის გარეთ გატანა. 2x კვადრატს დამატებული 154 გამოკლებული 24x-ი დამატებული x კვადრატი, დამატებული 16-ის კვადრატი 256 გამოკლებული 32x და დამატებული x კვადრატი. აი ამ ყველაფერს ახლა რომ შევკრიბავ, მივიღებ რას? მივიღებ 25-ჯერ 4x კვადრატს გამოკლებული 56x-ი და დამატებული 400. აქედან კიდევ შემიძლია ფრჩხილებს გარეთ გატანა რაღაცის და მოდით გავიტანოთ 4, იმიტომ რომ სათითაოდ ყველა წევრს აქვს 4-იანი, გამივა რა 100-ჯერ x კვადრატს მინუს 14x დამატებული 100. მივიღე ეს ფუნქცია და ახლა მოდით ვიპოვოთ ამ ფუნქციის x0. ამ ფუნქციის x0 იქნება რა? მაქვს ეს ფუნქცია x კვადრატს მინუს 14x პლუს 100 უდრის 0-ს და x0 უდრის მინუს b შეფარდებული 200-თან. ანუ 14 შეფარდებული 2-თან. ანუ 7-ს. x0 უდრის 7-ს და ახლა ეს 7 უნდა ჩავსვა ჩემ ფუნქციაში, რომ მივიღო თვითონ ის უმცირესი მნიშვნელობა, რომლებიც შეიძლება მიიღონ ამ ფართობების ჯამებმა. 7-ის ჩასმის შედეგად მიიღება, რომ fx-ი უდრის 5100. ეს მიიღება, ახლა განახებთ რა როგორ მიიღება ეს. 100-ჯერ 59-ს გამოკლებული 98 დამატებული 100. და ეს გამოდის 51 და 51-ჯერ 100 არის 5100. ეს არის ჩემი fx-ი. და თუ ვიცი რომ x-ი უდრის 0-ს, ვიცით რომ af-ი თვითონ უდრის x და გამოვიდა რომ af-ი უდრის 7-ს და ჩემი ეს ფართობების მინიმალური შესაძლო მნიშვნელობაც უდრის 5100-ს. და ამით მოვჭით 2024 წლის მათემატიკის ეროვნულის პირველ ვარიანტს.